დილამშვიდობისა, მოგესალმებით, როგორც ხედავთ, მე ვიმყოფები თბილისის მერიის ბიგ ბენდის სარეპეტიციო დარბაზში. აქ მიმდინარეობს მზადება დინი ვირსალაძის სოლო კონცერტისთვის, რომელიც 20 ივნისს შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. ჩვენთან ერთად თავად დინი არის, რომელიც უფრო მეტ დეტალს გაგვიზიარებს კონცერტის შესახებ. დილამშვიდობისა, დინი. უფრო მეტი რომ გითხრა კონცერტის შესახებ, რითი იქნება გამორჩეული? ეს კონცერტი იმით იქნება გამორჩეული, რომ ბევრი სიახლე გვაქვს პროგრამაში. მათ შორის შესრულდება რომარ ცხილაძის ნაწარმოები და მათ შორის შესრულდება ჩემი კომპოზიცია, რომელიც გააორკესტრა რომარ ცხილაძემ დიდი შემადგენლობისთვის. მე მქონდა ეს შექმნილი კვარტეტისთვის და ეხლა ჩვენ ამას მოვისმენთ ბიგ ბენდში და რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ავტორისთვის, ანუ ჩემთვის. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ პროგრამას, არის ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა, სხვადასხვა მიმართულების და ფორმის, მუსიკალური ფორმის და რთული პროგრამა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გეზი გვაქვს ისეთი, რომ რთული მუსიკა დავუკრათ და ლამაზი. ველი მაყურებელს მოუთმენლად და კონცერტის დღის დადგომას ველით ძალიან. მადლობა მინდა გადაუხადო სათითაოდ ყველა ჩემ კოლეგას, რომლებიც ძალიან ისე გვერდში მიდგანან, მთელი სრული პასუხისმგებლობით მიდის ეს მუშაობა ამ პროგრამაზე და რა ვიცი, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენ თავს უსურვოთ წარმატება და ველით მაყურებელს ისევ და ისევ ვიწვევთ ამ დღეს ამ კონცერტზე. სოლო კონცერტი არის ეს თქვენი, ხო? და აი, როგორც ვიცი, ყოველწლიურად ესე არ აკეთებთ ხოლმე, რაღაც გამორჩეული უნდა იყოს, რომ გააკეთოთ. აი, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? ვიტყვი იმას, რომ ჩვენ ბიგ ბენდში გვაქვს ესეთი ტრადიცია. ჩვენ გვაქვს სოლო კონცერტების სერია. ოღონდ ჩვენ აქამდე ამ კონცერტებს ვატარებდით ჩვენ სარეპეტიციო სტუდიაში, აქ. და რამდენიმე მუსიკოსის სოლო კონცერტი უკვე ჩატარდა და მათ შორის ჩემიც იყო რამდენჯერმე, მაგრამ აი ესე უკვე გარეთ და სხვა დარბაზში ვაკეთებთ პირველად ჩვენს კონცერტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი სოლო კონცერტი გქონდა ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ჯაზის საერთაშორისო დღე გახლავთ 30 აპრილს, აი ამ დღეს აღნიშნავთ ხოლმე. აი ესეთი კონცერტები სოლო უკვე გამართულა არაერთხელ, მაგრამ აი ესე ინდივიდუალური მუსიკოსების კონცერტების სერია დაიწყება ეხლა უკვე არა ამ სტუდიაში, როგორც მანამდე ვთქვი, არამედ უკვე სხვა დარბაზებში და აი პირველი ვარ მე და ნახოთ, აბა იმედია ყველაფერი კარგად ჩატარდება. უღრმესი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით. ასეთი ამბები გელოდებათ 20 ივნისს, ამიტომ თუ გიყვართ ჯაზური კომპოზიციები, გირჩევთ რომ არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და დაესწროთ ამ საღამოს. მე ახლა დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ და დაგიტოვებთ მუსიკას.